მოგესალმებით, დღეს ქართული რესპუბლიკის სტუდიაში ვისაუბრებთ ბოლოდროინდელ ინიციატივაზე ქართული ოცნებისგან, რომელიც შეეხება მიგრანტთათვის სამუშაო ნებართვების გაცემას. ამ საკითხზე ყველაზე მეტად უფრო ხდება ხოლმე იმის განხილვა, თუ რამდენი მიგრანტია დასაქმებული, მათ შორის საკურიერო სერვისებში და მომსახურებაში. ნუ სხვაგანაც ბევრი არიან, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ხოლმე. სწორედ ამიტომ ჩვენთან დღეს არიან ირაკლი მილაძე, ბექა კობრიაშვილი. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ იმით, თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, იმიტომ რომ თქვენზე უკეთ ახლა ის თუ როგორ ხდება დაუშვათ ამ სამუშაოს განაწილება ადგილობრივ და მიგრანტებს შორის, ალბათ უკეთესად არავის არ ეცოდინება. ამიტომ თქვენ მოგვიყევით თქვენი პერსპექტივა და მე საუბარში რაღაც საკითხებს შევეხოთ და რა არის პრობლემა, როგორ შეიძლება გამოსწორდეს და რამე შედეგს უნდა ველოდოთ თუ არა, მათ შორის ამ ცვლილებებიდან, ამაზეც ჩვენი აზრი გამოვხატოთ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა, რომ ეს სივრცე დაგვითმეთ იმისთვის, რომ დეტალურად ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე და ბექა ამ კომპანიაში უკვე ზოგადად ამ სფეროში ვმუშაობ ძალიან დიდი ხანია, მე 6 წელზე მეტია რაც ვმუშაობ და დეტალურად ვიცი, სად რა პრობლემაა. ცუდი ის არის, რომ არც ერთ ტელევიზიას არ უთქვამს კურიერებისთვის რას ეხება ეს პრობლემა, რა იქნება მათთვის მისაღები, რა იქნება ცუდი, ამაზე მსჯელობა არ გაშლილა, მხოლოდ ქარდების სახით გამოდეს და ის ადამიანები, რომლებიც თავისუფალი ბაზრის რაღაცა პრინციპებს ეთანხმებიან და აქ ქართველებზე მეტი უნდა უცხოელი რომ შემოიყვანონ, ამ ადამიანების პოსტები გაქარდეს. ეს იყო მეტი არაფერი და ამტკიცებენ ისინი, რომ თურმე ქვეყანაში არათუ კარგი რაღაცა მოხდება, არამედ უფრო უკან წავა მაგალითად დამსაქმებელს შეექმნება პრობლემები, რომ ბაზარზე აღარ იქნება იმდენი კურიერი და მომხმარებელს თითქოს გაუძვირდება გამოძახება. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ წლების წინ როცა უცხოელი კურიერები საერთოდ არ მუშაობდნენ ამ კომპანიაში, უფრო ნაკლები იყო მაგალითად საკომისიო, როცა მომხმარებელი უკეთავდა რაღაცა პროდუქტს, უფრო ნაკლები იყო გამოძახების საკომისიო. როცა უკვე დაიწყეს ეს ტენდენცია იყო პირველი დაიწყო ვოლტმა, მერე ბოლტმა გააგრძელა და როცა იქ გაჩნდა უკვე დიდი კონკურენცია ქართველებსა და უცხოელებს შორის, ვოლტის კურიერები უკვე გადმოვიდნენ გლოვოში, უკვე აღემატებოდა უცხოელი კურიერების რაოდენობა ქართველ კურიერებს. შემდეგ უკვე ვოლტმა ტარიფები დააკლო, ამას მოყვა კურიერების მხრიდან უკმაყოფილება, პროტესტი იყო ერთი კვირის განმავლობაში. იქ უკვე რამდენიმე კურიერი საერთოდ გაყარეს სამსახურიდან და მათი აღდგენა აღარ მოხდა, მათი შრომითი უფლებებიც დაირღვა, რა თქმა უნდა, და ეხლა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლებები ირღვევა არათუ ვოლტის კურიერის. შემდეგ უკვე გლოვოში როცა გადმოვიდნენ ის კურიერები, ახლა გლოვოში შეიქმნა კურიერების ჭარბი რაოდენობა. ამ შემთხვევაშიც გლოვომ დაუკლო კურიერებს ანაზღაურება, ჩვენთან არის ერთი კონკრეტული შეკვეთიდან ანაზღაურება, აი მაგალითად ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დარწმუნებით ამ სფეროზე, წარმოდგენა არ აქვთ, რეალურად რა ხდება. ისიც არ იციან, როგორ ხდება კომპანიის მიერ კურიერის ანაზღაურება. კომპანიას კონტრაქტი აქვს დადებული, მაგალითად პირობითად რომ ავიღოთ რომელიღაცა საშაურმე ან პიცერია. მასთან კონტრაქტი აქვს დადებული, სიტყვაზე 100 ლარის პროდუქტს რომ გაიტანს, იქიდან მინიმუმ 20% არის კომპანიის. ზოგ შემთხვევაში 30-40%-იც არის. ის კომპანია იღებს აი ამდენ პროცენტს, შესაბამისად მომხმარებელსაც ახდევინებს მიტანის საკომისიოს და ხალხს გონია რომ კურიერები ზუსტად იმ პროდუქტის ღირებულების პროცენტს იღებენ, არა, კილომეტრებიდან გამომდინარე ანგარიშდება. და წლიდან წლამდე კურიერის ანაზღაურება შემცირდა. და ინდოელები და ესენი კიდე სხვა პაკისტანელები მაგალითად სანამ შემოვიდოდნენ ჩვენს ქვეყანაში, მანამდე უფრო უკეთესი ანაზღაურებაც იყო და უფრო დაბალი საკომისიოც იყო მომხმარებლის მიერ, როდესაც ის იძახებდა, როგორც წეგან თქვი. და ამას არავინ არ საუბრობს, რამ გამოიწვია ეს, რომელ ეკონომიკურ იდეოლოგიაში ჩაჯდა, რომელ სწავლებაში, თეორიაში ჩაჯდა, რომ თუ მაგალითად მანამდე ეს უცხოელი კურიერები ნაკლებნი იყვნენ და ან უკეთეს შემთხვევაში საერთოდ არ იყვნენ, მომხმარებელი უფრო იაფად იძახებდა და დასაქმებული ქართველი კურიერიც, რომელიც ჩვეულებრივად ამ ეკონომიკის ნაწილია, ხო? ჩემს ოჯახში შემოსული ფული, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ნაწილდება მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და ჩემს ქვეყანაში ბრუნავს და რომ მეუბნებიან, რომ თურმე აქედან თუ გავუშვებთ უცხოელებს და შეიქმნება დეფიციტი დასაქმების სფეროში,
ეს არის აბსურდი. პირიქით ის კურიერები რო იღებენ ფულს დოლარში ახურდავებენ და თავიანთ ქვეყანაში გზავნიან და ჩვენისთან ახატა ქვეყანაში რანაირად ჭირდება ეს? კიდე ერთი საკითხია, მერეც კიდე შევეხებით, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, როცა დეფიციტის გამო სახელმწიფოს მაგალითად უნდა რომ მიიღოს მუშა ხელი. ესეთ სიტუაცია შეიძლება იყოს კონკრეტულ სფეროში, კონკრეტული ცოდნის და გამოცდილების მქონე ხალხი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ჩემი წარმოდგენით და არ ვიცი თქვენ უკეთ გეცოდინებათ, ის ვითარება არ გქონია, რა დროსაც დეფიციტი არსებობდა საკურიერო მომსახურების სფეროში და ამის გამო აუცილებელი იყო თუნდაც მიგრანტებზე აი ამ ასე ვთქვათ სამუშაოს გადანაწილება, ხო, იმიტომ რომ არსებობდა თუ არა ეგ დეფიციტი, აი დეფიციტი შეიქმნა, რამ შექმნა, ეს არის მთავარი გასარკვევი და სალაპარაკო. შექმნა იმან, რომ მნიშვნელოვნად დაუკლეს კურიერებს ანაზღაურება. როდესაც შენ დღეში მინიმუმ 10 საათი უნდა იმუშაო, რომ რაღაც გამოგივიდეს და გიღირდეს. ძალიან დიდი რისკის შემცველია სკუტერით მუშაობა აი ამ გზებზე, რაც ხდება. გზები არ ვარგა. მოუწესრიგებელია თუნდაც საპარკინგე ადგილები. ასევე როგორ დადიან მძღოლები, ყოველ დღე უბედური შემთხვევაა და არ არსებობს კურიერების ჯგუფში გავიდეს დღე, რომ ერთი პოსტი არ დაიდოს, რომ ვიღაცას ავარია მოუვიდა. ამან გამოიწვია, როცა შეხედეს, რომ მათი სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ და ანაზღაურებამ დაიკლო, ადგნენ და წავიდნენ ქვეყნიდან და ჯაჭვურად არის გადაბმული ეს პროცესი. შემდეგ უკვე ეს ინდოელები აიყვანეს, რომლებმაც არც ქართული იციან, არც ინგლისური იციან. 1 საათი დაატარებენ შაურმას და მიაქვთ ცივი. და მომხმარებლებშიც უკმაყოფილება გამოიწვია ამან და კომედი შოუშიც ვნახეთ, უკვე იუმორის დონეზე დავიდა ეს პრობლემა და მე მგონი ეს საყურადღებო თემაა და უფრო კომპლექსურად უნდა შეხედონ ამას და არა რაღაცა ლიბერტარიანული იმით, რა ქვია, პოლიტიკით და ეკონომიკური მოდელით. ჩვენისთან აღატა ქვეყანაში ხო ვამბობთ ამას, ხო ამტკიცებენ თვითონ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც დღეს ამ კანონის წინააღმდეგ მიდიან, რომ თურმე ღატაკია ქვეყანა. მე ვეთანხმები, რომ ღატაკია. და ამ ღატაკ ქვეყანაში, ესე იგი, არ მოიძებნებიან ადამიანები ტაქს კომპანიებში, საკურიერო კომპანიებში და ესე იგი, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, ლიხტენშტეინი ყოფილვართ და ლუქსემბურგი, რომ აქეთ შეგვიძლია მოვიწვიოთ ადამიანები და დავასაქმოთ. სისულელია რა. ხო, ლიბერტარიანული იქნება თუ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა იქნება, შეიძლება მასში წარმატების გასაღები იყოს, მაგრამ თავარი არის ის, თუ კონკრეტულად შენ ქვეყანას და შენ სახელმწიფოს და ერს ამ შემთხვევაში არ გებს თუ შეიძლება რაღაც სხვა ალტერნატიული ზიანი გამოიწვიოს, ისეთი, რაც მაგალითად მიუღებელია. თქვენც რო ჩაერთოთ საუბარში, თქვენი გადმოსახედიდან აქამდე რა ვითარება იყო, რა იყო პრობლემა და ეხლა თუ ფიქრობთ, რომ გამოასწორებს დაუშვათ თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც მიმართაც მე დიდი ნდობა არ მაქვს, როგორც ყველა სხვა დანარჩენის მიმართ, იმიტომ რომ ფასებიც იგივე ვითარებაა, ხო? ფასებზე დაიწყეს რაღაც საუბარი, ჯერ მოუმატეს თუნდაც ის ყადაღებული კვერცხის ფასი, მოუმატეს და მერე დააკლეს და ვითომ გაიაფთა სინამდვილეში გაძვირდა და არის უბრალოდ მათ იციან რა აწუხებს ხალხს და ამაზე საუბრობენ ისე თითქოს ჩემი გადმოსახედიდან საუბრობ, თითქოს მართლა ზრუნავენ. თუ კი რაღაც შედეგი დაიდება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ დიდი მოლოდინი მე ამ ინიციატივის მიმართ არ მაქვს, მაგრამ აი თქვენც გითხარით, აქამდე რა იყო და ეხლა რას ფიქრობთ? მეც 4 წელია უკვე ამ სფეროში ვარ, თავიდან ვიყავი ვოლტში დასაქმებული და ახალი დაწყებული მქონდა უკვე კურიერობა, როდესაც პროტესტები დაიწყო, თუ გახსოვთ დიდი პროტესტი რო იყო ვოლტის აქციების. მაშინაც აქტიურად ჩავები მეც ძველ კურიერებთან ერთად, სანამ გავიაზრებდი თუ რა პრობლემების წინააღმდეგ იყვნენ, ესე იგი ძველი კურიერებმა თუ დაიწყეს პროტესტი, ესე იგი გაუარესდა ხო და მეც აუპი აქტიურად მხარი. ვოლტიდან შემდეგ აქციები, რა თქმა უნდა, ერთ კვირაში, ორ კვირამ გაატარა, იმიტომ რომ იციან რომ ბანკის ვალები გვაქვს, ქირები გვაქვს და დიდხანს ვერ გავძლევთ პროტესტის რეჟიმში. და ეგრეც მოხდა ორ კვირაში, მორჩა პროტესტი, დავიბლოკე მეც და ბევრი აქტიური კურიერიც. დანარჩენები, ვისაც არ მოეწონა ეხლა ეს დარჩენილი ტარიფი რაც იყო, საჰაეროთ იგვიზომავდნენ, არ იყო კილომეტრით, ან პირდაპირ გვიჭრიდა და ჩვენ უნდა გავგველო ამ წლები დაგვერწყა და ისე მივსულიყავით. მოგვიწია გადასვლა სხვა საკურიეროში, რა, ზოგი გლოუში გადავიდა, ზოგი გადავიდა ბოლტში. ამას შექმნა ხელოვნური დეფიციტი მუშახელის და დაიწყო ვოლტმა უკვე უცხოელების აყვანები. თავიდან არ იყო ესე ჭარბად მომატებული ეს უცხოელები, არ ჩვენ არ გქონდა პრეტენზია ემუშავათ, მაგრამ ეს ბოლო ხანები უკვე ძალიან მასიურად იყო დასაქმებები
და ელემენტარულ რაღაცეებზეც კი ბლოკავდნენ ადამიანებს და მისდესაც კი არ გვეუბნებოდნენ თუ რის გამო იყო ეს ადამიანები დაბლოკილები. შემდეგ დააცადა გლოვუმაც რა რეაქცია მოყვებოდა ჩვენგან ვოლტზე ან მოსახლეობის მხრიდანაც. და უკვე მერე დაიწყო გლოვუმაც ტარიფების დაწევა. ეხლა ყველა გადავიდა ვოლტში. ვოლტში რო გადავიდა გლოვოს ხალხი დააგდო. იძულებული გახდა აიყვანა უცხოელები. მე 2 წლის უკან რო დაიწყო მასიურად გლოვუმ უცხოელების აყვანა და ეს ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე რომ უცხოელების აყვანები დაიწყო, ავედი ოფისში და შევთავაზე რომ მე მოგიყვან ქართველ მუშა კურიერებს და რა იყვანო უცხოელები და საქმე ქართველები ჯერ. ამ ქვეყნის მოქალაქეები. ამ ქვეყნის მოქალაქეები ჯერ და თუ დაგჭირდება მე დაიმატე არ არის პრობლემა, მაგრამ ეგრეც მოხდაო, არ გააფუჭო. ანუ მე რომ მოგიყვან ახლა კურიერებს, არ შეამცირო განაზღაურება. პირიქით გაგვიუმჯობესე მუშაობის ან ტარიფები იქნება თუ რა იქნება, პირობები შეგვიქმენ ისეთი რომ ვიმუშაოთ და უკმაყოფილოები არ ჩვენ არ ვიქნებით მეთქი რა და თუ ვოლტი გიშლის ხელს რომ ტარიფს ვერ წევ შენ დაუპირისპირდებით მაგალითად ვოლტს. ესეც მოხდა აუყვან 200-ზე მეტი კურიერი, ისეთი მუშა კურიერები ავიყვანე რომ პროტესტის დროსაც კი ვეღარ ვაჩერებ ისე მუშაობენ. და ანუ მაინც არ შედგა ის დანაპირები, რაც დამპირდნენ რომ გამოასწორებდნენ რა და ეხლა ვოლტის აქციების შემდეგ შევქმნით პროკავშირები. რომ ჩვენი უფლებები დაგვეცვა, იმიტომ არ ვიცოდი თვაში არც ვიცოდი რომ პროკავშირი არსებობდა და რას ემსახურებოდა პროკავშირი, ეგეც არ ვიცოდი. და ძალიან ბევრმა კურიერმა არის ის რომ არსებობს პროკავშირი და ეხლა ყველა ძირითადად კურიერები ჩემგან გებულობენ რომ აი პროკავშირები შევქმნით და რას ემსახურება ეს პროკავშირები, მაგასაც უხსნი რომ ერთ სივრცეში ვიყრით თავს ამ სფეროში დასაქმებულები და ჩვენ პრობლემებზე ვიბრძვით რა, სამართლებრივად. ანუ აქ ჩვენ ხა პროკავშირში არ განვასხვავებთ ადამიანებს, რაცა პოლიტიკური შეხედულებები და იმით რა, ანუ ვისაც შეიძლება დახმარება შრომის საკითხებში, ყველას დავეხმარებით. ეს იქნება პოლიციელი თუ ვინ იქნება, ვინც არ დაიწყოს გაფიცვები, მივალ და მივეხმარები რა. მინდა რომ ანუ ყველას გქონდეს ესეთი შესაძლებლობა, თვითონ თვედე ოჯახები მარტივად შევინახოთ რა და არ გვიწევდეს ყოველ თვითონ თვედე ფულის ესხება, რომ ბანკი გადავიხადოთ, გირა გადავიხადოთ, ანუ ამ თვეში თუ მე ხა ვერ მოვაგრო ეს გირის ფული და ბანკის ფული და ვის ესხე, ხო, იქითაც თვესაც კიდე ესხება მიწევს. ეს გახდა პრობლემა, რომ ამ უცხოელებზე ამყარებდნენ იმედს, რომ ამ ტარიფებს დაწევენ და უფრო მეტ და მეტ ფულს იშოვიდნენ ესენი. კი, ახლა შეგაწყვეტინე ბოდიში, მე არ ამგონია მაშინ, როდესაც ესე იგი როგორც ჩანს ვოლტიდან დაიწყო, ხო, ეგ ამბავი და როცა ვოლტმა ტარიფები დაუწია და მოლოდინი ქონდა რომ რა თქმა უნდა სხვაგან გადავიდოდნენ, არ ამგონია მათ ის არ განესაზღვრათ, რომ მაგ ადგილებს შეავსებდნენ მათ შორის უცხოელი მუშახელი, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ყველა მიცის რომ ასე ხდება ზოგადად. ვინც უფრო მეტად არის თანახმარო დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაოს, ის იკავებს იმის ადგილს, ვინც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ გააკეთებდა იგივე საქმეს, ხო? ეგრე ხდება ყველგან, მათ შორის ქართველებს როცა ჩადიან, მაგრამ ამიტომ ის რომ თითქოს მანდ ეგ შემთხვევითი პროცესი იყო, ალბათ ეგ ძნელი დასაჯერებელია, იმიტომ რომ მით უმეტეს ამ ხელა კომპანია მაგ გათვლას ვერ აკეთებდეს, რომ აი ეგ ტარიფების დაწევა და ნაკლების გადახდა თანამშრომლებისთვის გამოიწვევდა თანამშრომლების სხვაგან გადასვლას და მე ისინი შეივსებოდნენ მათ შორის უცხოელებით. ეგ მე მგონი ადვილად წინასწარ განჭრეტადი იყო ყოველ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა. ანუ მომზადებული ყველაფერი არის ერთმანეთში შეთანხმებულად, რა ეს ვოლტის, ბოლტის და გლოვოს ერთად არიან შეთანხმებულები ამ დაწევებზე. რა თქმა უნდა, ჯერ ეს აწევს, მერე ეს აწევს, ანუ რაღაცნაირად აბალანსებენ ერთმანეთს. და ეს ქართველებიც აი უხეშად რომ თქვა, მუშა კურიერები, რომლებიც დღეში 10 საათს მინიმუმ ვმუშაობთ, ესე დადიან წრეზე რა. გლოვო გააფუჭებს, ვოლტში გადადიან, ვოლტი გააფუჭებს მერე ბოლტში და ესე. და ეგეც აფუჭებს სიტუაციას რა. მაგრამ იმ უცხოელს ახლა უღირს აქ მუშაობა. თურქმენი ამბობდა, რომ $100 რო გააგზავნის აშხაბადში, სერიოზული ის არის იქ. კი, თურქმენეთში გაცილებით ცუდი მდგომარეობაა, ანუ ჩვენსაც ვერ შეედრება და მანდ მინდოდა ერთი რამის თქმა რა, რომ როდესაც და აი თქვენც დამეთანხმეთ უბრალოდ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენთან ასე არის თუ არა, იმიტომ რომ ლოგიკა გვეუბნება, რომ წესით ესე უნდა იყოს. როცა მაგალითად არის 100 შეკვეთა სიტყვაზე ვსაუბრობ და არსებობს 10 კურიერი, ხო? 10 კურიერი როცა 100 შეკვეთას ასრულებს, რა თქმა უნდა, მეტანაზღაურებას იღებს. ვიდრე
როცა 100 შეკვეთას ასრულებს 50 კურიერი, ხო? ხო, ასე არის და შესაბამისად შენი ანაზღაურებაც არის იმ 24 საათში უფრო ნაკლები, ვიდრე ნაკლებ კურიერს შეიძლება და შეესრულებინა და როცა იზრდება მიწოდება ასე ვთქვათ კურიერების, შესაბამისად იზრდება მისი შემოსავალი თითოეული კურიერის და თუ კი ქართველი აღარაა თანახმარო, აი მაგალითად თვეში რაღაც თანხაზე, ხო თქვენ უკეთ იცით რა რისი გამომუშავება ხდება ხოლმე, იმაზე იმუშაოს სამაგიეროდ ის ადამიანი, ვინც თურქმენეთში ამის ნახევარსაც ან 30%-ს რო გაგზავნის ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ის თანახმაალი და ასე იცვლება რეალურად ის მოთხოვნა და უпроსოდ ის ადამიანები, ვინც თანახმანი არიან, რომ აი ამ ხელფასზეც იმუშაონ, ასე ნელ-ნელა უფრო ანაცვლებენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეგ საკმარისი არ არის, რომ შეიძლება არ ვიცი 1500 ლარი იყოს ან 2000 არ იყოს მისაღები ქართველისთვის, იმიტომ რომ მის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იგივე თანხა. ნახე, მე შეიძლება მისაღები იყოს. შემილია დღეში მიახლოებით იგივე გამოვიმუშაო, მაგრამ საათები მომემატა რა. დაუშვათ რომ მუშაობდი 6 საათი, მიწევს უკვე 12 საათი მუშაობა. კი ბატონო, იგივე აღარ გამოდის რეალურად. იგივე აღარ დროში თუ იზრდება, მაინც მუშაობ. იგივე თანხისთვის. მოსახლეობას რო იძახის რომ სწრაფად დადიანო, ხო კურიერი, ვეთანხმები რომ ძალიან სწრაფად დადიან და მეც არ მომწონს, გინდა იცხვირს უაწევინებენ და წითელზე რომ მიდიან, მაგრამ აი ეს ამ ტარიფებიდანაა გამომდინარე ეს ისწრაფეთ ჩვენ. ყურე ეს სამლარს რო გიწევს საათში რამდენი შეკვეთა უნდა დატოვო, საშუალოდ 1-20 ლარი მაინც გამოიმუშაო, ხო? ნახე იქ ობიექტი გალოდინეებს ხან 15 წუთი 20 წუთი ხან ნახევარი საათი რა და ცალკე მომხმარებელთანაც შეიძლება დრო დავკარგოთ გაურკვეველი მისამართი კონდეს ან რაღაცა არ ეწეროს ან არ პასუხობდეს ეს ყველაფერი მოქმედებს უკვე ჩვენ სისწრაფეზე ანუ საათში ჩვენ თუ სადღაც 20 ლარამდე არ გამოვიმუშავეთ ისი აზრი არ აქვს იმიტომ დღეში გვაქვს საშუალოდ 1.40-დან 50-მდე მარტო გარეთ ხარჯი სიგარეტი გინდა, საჭმელი გინდა, საწვავი გინდა. შემდეგ უკვე მოპედის ხარჯი, მარტო ცალი პაკრიშ გაღირს 200 ლარი. რაც აქტუალური გახდა ეს მოპედების ისა, უფრო და უფრო იწევა და იწევა ფასები. უკონტროლო ხდება რა, ან დოლარი კი დგას ერთ ადგილას, მაგრამ ფასები სულ მიდის და მიდის. ამ ხელოვნურად იზრდება ეს ყველაფერი და ამ კომპანიებსაც ამოუვიდათ ალბათ ყელში ან ხელფასი მოგვიმატე, დაგვაფასე, პატივი გვეცი და აყავდათ ეს უცხოელები მაგიტომ რა და წინა წელს შევიტანე მე მიგრაციის სამსახურში სარჩელი მაგასთან დაკავშირებით რომ შესულიყო მუშაობ კომპანიებში და ენახათ რომ უსაბუთო ადამიანები მუშაობდნენ ბევრი ასევე პროკურატურასაც მიმართეთ შრომის ინსპექციასაც მიმართეთ პრემიერის სახელზე შევიტანე განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეზე ანუ რაც კი უწყებები შეიძლება და ყველგან შევიტანე მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა აუ ეხა იმედიანა თუ ართ რომ რაღაცა შეიცვლება ჩვენ სასიკეთოდ თუ დასჭირდებათ მე დაასაქმონ მაგრამ ყურე დეფიციტი იქნება იქიდან გამომდინარე გინდა ქარხანა აიღე გინდა ისა აიღე 700 ლარი და 1000 ლარი აღარავის არ ყოფნის მარტო სამსახურში გეხარჯება სიარულში ეს თანხები და ეს საკურიეროში და ყველა საკურიეროში მოდის ან ტაქსზე იწყებს მუშაობას ადამიანი ან საკურიეროში იმიტომ რომ ის ფინანსები იქ რაც არის ხო არ ყოფნის თვიდან თვენდე აი ჩვენც აღარ ყოფნის უკვე ეს გამომუშავებული თანხა კი წერთ 2000-აც 3000-აც გააჩნია როგორ გადავდებ თავს და ვიმუშავებთ მაგრამ რაც უფრო მეც მუშაობ მეტი ხარჯი გაქვს მეტი ისა უფრო ხშირად უნდა ცვალოს ეთი ცვეთათი ნაწილები რა და ეს უკვე ხარჯებზე უწყავს ეს ყველაფერი ჩვენ ჯიბეებზე ისახება და არაფერი შეღავათი არ გვაქვს ჩვენ კომპანიისაგან არც საწვავზე არც სავალ ნაწილებზე და ელემენტარული კვების ობიექტებს რო ემსახურებით არც იქ არა გვაქვს რაღაცა კურიერის ფასდაკლება იქ კი მესმის რომ ჩვეულებრივად შეიძლება იქ გათვალისწინებული ყოფილიყო და მე კიდე ერთი რამე მინდა აღვნიშნო რა სხვადასხვა ვითარება არის განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად ქვეყნებში ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და არ ვართ ისე როგორც ლიხტენშტაინი მიახსენეთ წეგანი ირაკლი და განვითარებულ ქვეყნებში არის ცალკეული სამსახურები სამუშაო ადგილები სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეები არც ერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ. სხვადასხვა მიზეზების გამო დაბალი ანაზღაურება შეიძლება იყოს ან არასასურველი მიმართულება და ასე შემდეგ, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში არის სხვაგვარად. განვითარებად ქვეყნებში თითქმის შეუძლებელია იპოვო ისეთი სამსახური, რომელზეც არ დათანხმდება, ну, შეიძლება იპოვო, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, რომელზეც არ დათანხმდება ადგილობრივი მოქალაქე. უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ მასზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან მოსული მოქალაქე არა უпроსტად იმიგრანტი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე არის თანახმა და ეს არის სხვაობა და ვინმე თუ დათვლის, მე დარწმუნებული ვარ და დათვლიც იქნება, ხო, რაღაც შემთხვევებში. ის სხვაობა შენ მოქალაქეს დაასაქმებ თუ ოდნა უფრო ნაკლებს გადაუხდი და უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის
არავითარი ზიანის მიმყენებელი შეიძლება არ იყოს, რაღაცა ძალიან მინიმალურ პროცენტებზე შეიძლება იყოს საუბარი, ისიც დიდი ალბათობით უფრო ცალკეული კომპანიის ბიუჯეტზე შეიძლება აისახოს ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მეორე მხარეს თან გვაქვს ის, რომ შენი მოქალაქეები იძულებულები არიან ნაცვლად იმისა, რომ თუ კი ადრე მაგალითად უფრო მეც გამოიმუშავებდნენ, ხო, ვოლტში, ეხლა თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, იგივეს გამოსამუშავებლად გჭირდება გაცილებით უფრო მეტი დრო, ანუ სინამდვილეში იმავე დროში უფრო ნაკლებს გამოიმუშავებ. ამიტომ თუ ეს აიძულებს შენ მოქალაქეებს, რომ სხვა სამსახური ეძებოდნენ, წავიდნენ უცხოეთში, მაშინ რამდენად ღირს აი მცირე სხვაობისთვის, რომელიც შეიძლება კომპანიამ მიიღოს, სასარგებლო, რომელიც შეიძლება მომხმარებელმაც მიიღოს, კი ბატონო, შეიძლება თანხაში ვერ მიიღოს, მაგრამ არ ვიცი მომსახურების დროში ან სხვა რაღაცაში, ხო? ამისთვის გვიღირს თუ არა, რომ მათ შორის აი ესეთი სამუშაო ადგილები, როგორიც არის თუნდაც საკურიერო მომსახურება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, ეს არ არის რაღაცა ისეთი საქმე, სადაც 1-2 დასაქმებული ყავს და არ არის მნიშვნელოვანი, ხო? ამიტომ ეგ ღირს თუ არა, ეგ არის გასარკვევი და ჩემთვის მაგალითად, მე რასაც უყურებ, ჩემთვის არ ღირს, ჩვენი მოქალაქეები მიდიოდნენ უცხოეთში სამუშაო საძებნად, იმიტომ რომ ვითარება ჩვენთან შეიცვალა იმიგრანტთა ხარჯზე. და ის მცირე სხვაობა, რომელიც შეიძლება მივიღოთ სარგებლის სახით და ისიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, კომპანიამ შეიძლება მიიღოს და არა სინამდვილეში მომხმარებელმა, არ ღირს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები მიდიოდნენ უცხოეთში. ან ადგილზე ვერ ნახულობდნენ სამსახურს, რაც რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ წავიდნენ საბოლოო ჯამში ქვეყნის გარეთ. ნახეთ როგორ არის ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, რომელიც შედის რომელიღაცა ქვეყანაში, ერგება იმ ქვეყნის კანონმდებლობას, ხო? თავის კანონებით არ მიდის. ანუ ამ კომპანიის და იმ სახელმწიფოს ზოგადი კანონების შესაბამისად ხდება მისი ოპერირება იმ ქვეყანაში. ეს აქსიომა რაღაცა მე არ მომიგონია. რომ შემოვიდა აი ეს საკურიერო კომპანიები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყეს თავიანთი საქმიანობა და უცხოელების მიღებაც დაიწყეს თუნდაც. და მე საერთოდ არ ვამტყუნებ რომელიმე კომპანიას, როცა უნდათ რომ ნაკლები ხარჯის. ხო, ეგ ჩვეულებრივად ბიზნესის პრინციპია ელემენტარული, რომ ნაკლები ხარჯის შესაბამისად უნდათ რომ მეტი მოგება მიიღონ. გავიგე. მაგრამ სახელმწიფოს როლი სად არის ამ დროს? შენს მოქალაქეს რომ სთავაზობენ კაბალურ პირობებს ამ კომპანიებში, შენ რას აკეთებ? შრომითი უფლებები არ არსებობს, მინიმალური ანაზღაურება არ არსებობს. 97 თუ 98 წლის კანონი არის ისევ და არ არსებობს. წეღანაც ვახსენე, რომ კურიერები კიდე არის, მაგალითად მეშახტეები, მაღარუელები, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან, ხო? სადაც შეიძლება შეხვიდე მაღაროში და ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოხვიდე. და ასევე კურიერები გზაზე მოძრაობის დროს უამრავი კურიერი გარდაცვლილა. შესაბამისად, ჩვენთან სხვანაირად უნდა იყოს ანაზღაურება. მინიმალური უნდა იყოს 20 ლარი, თუ სიტყვაზე ახლა 15 ლარის ფარგლებში მოხდა 1 საათში შეკვეთების დატოვა, უნდა დაგიმრგვალოს 20 ლარზე. ასე უნდა იყოს. მაღაზიაში სხვანაირად უნდა იყოს, მაგრამ როდესაც საუბრობენ ასევე ადამიანები, აი ეს უკვე 3 დღეა ამაზე მიდის საუბარი, რომ თურმე რაღაც სიტუაციას გააფუჭებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ხომ ვაშენებთ? რომელ სამართლებრივ და ნორმალურ სახელმწიფოში არის ისე, რომ არალეგალები მუშაობდნენ ლეგალურად. როგორ იღებს გლოვო არალეგალს ლეგალურად? ეს ჩემთვის აი წარმოუდგენელია, ვერ ვიგებ რანაირად. ხშირ შემთხვევაში არის, რომ ქართველი კურიერები თავიანთ აპლიკაციას აქირავებენ, ასევე თავიანთ სკუტერებს აქირავებენ და კანონის გვერდისავლით ხდება, მაგრამ ტურისტად რომ ჩამოვიდა, მაგალითად თურქმენეთიდან აზიელი ის რა ქვია მოქალაქე და 3 თვეს რომ აცერს ან თუნდაც ამ იმის რა ქვია ტურისტული ვიზის ფარგლებში რომ მუშაობს. ანუ რაღაცა ორგანო არ არსებობს, საიმიგრაციო სამსახური არ არსებობს, რომ შეამოწმოს. ჩვენ რო გვაჩერებენ და შეკვეთა რომ მიდევს ჩანთაში შაურმა და თითქოს წამალს ეძებენ და რაღაცა ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებენ. ანუ ამისთვის იცლიან და იმისთვის ვერ იცლიან, რომ ეს ადამიანი რომელიღაცა, რავი, კონკრეტული სახელმწიფოდან ჩამოვიდა, არალეგალურად მუშაობს და შემდეგ უკვე თუნდაც ლიბერტარიანული პოლიტიკის და ეკონომიკის მომხრეები არგუმენტად მიყენებენ იმას, რომ თურმე ქართველებიც მუშაობენ საზღვარგარეთ. ქართველები მუშაობენ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ადგილობრივი მუშახელი არ მოიძებნება იმ სამსახურისთვის. იტალიაში და საბერძნეთში ადგილობრივი ბერძენი და იტალიელი არ მუშაობს, მე მგონი ძიძათ და მოხუცების მომლელებად. პოლონეთში მაგალითად ტაქსისტების ის არის, რა ქვია, სიმცირეა. პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მემარჯვენე ქვეყანაა ევროპაში. ერთ-ერთი კი არა, ალბათ ყველაზე მემარჯვენე ქვეყანაა, სადაც 3 ქვეყნიდან, საქართველოსთან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჩაყავთ ადამიანები, რომლებიც საქმდებიან იგივე სფეროში, რაც ჩვენთან არის. იმიტომ რომ
დეფიციტია. სწორად უდგებიან ისინი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სიღატაკია, მოხუცები შიმშილობენ, ბავშვები, ათასობით ბავშვი შიმშილით იღუპება, მეტროსადგურები, შუქნიშნების სავსეა მოწყალების მთხოვნელი ადამიანებით, ბავშვებით, მოხუცებით, სოფლები დაიცალა, შობადობა, რადონეზია თვითონაც აღიარეს ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და თურმე ჩემს ქვეყანაში შეიქმნა დეფიციტი და საჭირო გახდა რომ 1,5 მილიარდიანი ინდოეთიდან, 200 მილიონიანი პაკისტანიდან და 5 მილიონიანი თურქმენეთიდან ძირითადად ეს ამ სამი ქვეყნიდან არიან და არაბებიც ბევრნი არიან და უნდა ითქვას რომ რუსებიც ბევრნი არიან. მე მინახავს. არა, ზოგადად რუსები უფრო მეტი არიან ამათივე სტატისტიკის მიხედვით, თუმცა ეგ არ ცვლის. საკურიეროში ვამბობ მე კონკრეტულად. საკურიეროში. ხო, მე თვითონ მინახავს. ხო და ამ ხალხს რო ასაქმებ, რიდან გამომდინარე, საიდან გამომდინარე დაასაქმე ეს ხალხი. და კიდე იმას მინდა დავუბრუნდე, სამართლებრივი სახელმწიფო თუ უნდა შევქმნათ, არასამართლიანად რატომ იქცევი? და კანონის გვერდისავლით რომ არალეგალმა იმუშაოს. ქართველებს გერმანიაში მაგალითად ტოლვილებად რომ ბარდებიან, მათ უფლება არ აქვთ რომ იმუშაონ. და ტოლვილის რაღაცა მინიმალური ანაზღაურება აქვთ. მაგალითად ბელგიაში ასევე რომ ბარდებიან ქართველები, არც იქ არ აქვთ უფლება ტოლვილებს. ასევე ტურისტულად რომ მიდიან ქართველები, თუ ვიზა არ გაქვს და დაგიჭირეს მაგალითად მუშაობის პროცესში დეპორტი გაქვს და ჩემს ქვეყანაში ეს რატომ არ უნდა იყოს? ხო ვისწრაფვით იქიდან. ხო ვთანხმდებით ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე. და არ აკეთებენ ამას. იმიტომ რომ ჩანასახშივე ამ ადამიანების პოლიტიკა და აქტივიზმი არის ტყუილი და ისინი საკუთარი რაღაცა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემს ქვეყანაში ქმნიან ბოდიში და ვირიმუშებს და ამ ვირიმუშებზე უფრო კიდე ვირიმუშებს თუ იშოვნიან უცხოელებში იმათაც ამუშავებენ. რეალურად ამათვის ადამიანი არაფერი არ არის. ერთხელ მოდის ადამიანი ამ ცხოვრებაში და მესმის რომ უპდავები რომ იყოთ, კი ბატონო, იყოს ეს თავისუფალი ბაზარი, სადაც ადამიანი იბრძოლებს და როდისღაც მიაღწევს თავის რეალიზებას შეძლებს ბიზნესშიც, ეკონომიკაშიც და თავის ქვეყანაშიც. რავი, მარტივი ის არის, აქვე ჭეშმარიტება. ჩემს ქვეყანაში მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ პირველ რიგში დასაქმებული, ხელშეწყობილები და შემდეგ უკვე თუ იქნება ამის საშუალება რომ გჭირდება უცხოელები, დიდი სიამოვნებით მეც მიმუშავია პოლონეთში და სტამბულში. იმიტომ რომ არ იყო იქ უკმარისობა იყო მუშახელის. და ვიაზრებ ამას, როგორია შენ როცა მუშაობ საზღვარგარეთ. ეხლა ამერიკაში ტრაილერის შოფრები და იმის რა ქვია, დორდაშზე რომ მუშაობენ. აი ძალიან ისე მარტივად საუბრობ რა, რაღაცა აკადემიური ენით არ საუბრობ. ხო, ძღოლები არიან დორდაშზე იმაზე ისა მუშაობენ. იმიტომ მუშაობენ რომ ამერიკელი იქ არ იმუშაობს. ამერიკელი სხვა რაღაცაზე მუშაობს. და ნუ ადარებთ იმას რომ თურმე ქართველებიც არიან. ქართველები ვართ გაჭირვებით 3 მილიონი და 1 მილიონი თუ 1,5 მილიონი თუ არის საზღვარგარეთ წასული. იმიტომ არის იქ რომ იმ უცხოელს უფრო სჭირდება ქართველები იქაურ მუშახელად. და ქართველს ამ ქვეყანაში არც ერთ სამსახურში შეიძლება ტექნოლოგიების კუთხით გჭირდებოდეს, განვითარდეს ქვეყანა. და ევროპიდან ჩამოვიდნენ, რომლებსაც განა ის იქნებათ ინტერესი, რომ ქართველი ჩაანაცვლონ, არა გვასწავლონ თავიანთ ქვეყანაში რა მიიღეს, როგორ შეძლეს განვითარება და როგორ არის მაგალითად საშუალო პენსია 1,500 евро. და მიუბაძოთ მაგალითად თუნდაც სკანდინავიურ ქვეყნებს, სადაც მაგალითად ფინეთი სოფლიოში ყველაზე ბედნიერ ერების იმაშია. ფინეთი ბევრ რამეში არის სამაგალითო. მაგრამ სოციალისტურია. ვინმე ამბობს რომ ფინეთში ვინმე სუფრება ირღვევა, პირიქით გადანაწილებულია იქ არსებული რესურსები მოსახლეობაზე. აი მე ესეთ შეხედულება მაქვს, მოდი ჩაგეჭრები. აი შენ ახსენე მინიმალური ხელფასი, მე ძალიან ფრთხილად უყურებ ხოლმე ზოგადად მინიმალურ ხელფასი, იმიტომ რომ შეიძლება მინიმალური ხელფასის დაწესებამ ცალკეულ შემთხვევებში აიძულოს დამსაქმებელი რო შეამციროს სამუშაო ადგილები და არ მინდა ეგ ცუდად დაისახოს პირიქით ისევ ხალხზე მათ შორის, მაგრამ იმის მაგალითად, რასაც შენ ამბობდი, მე შემიძლია მოგიყვანო ბათუმში არსებული ვითარების, ასე ვთქვათ, ვითარება როგორც მაგალითი თუ როგორ ხდება ადგილობრივი სამუშაო მუშახელის, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება უცხოურით სამშენებლო სექტორში. მე დარწმუნებული ვარ თბილისშიც იგივე ხდება, უბრალოდ მე უფრო კარგად ვისნობ იქაურ ვითარებას და რა ხდება იქ. მოკლედ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც აქვთ თავიანთი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ მშენებარე კორპუსებში სხვადასხვა, არ ვიცი, ლესვაზე და სანტექნიკაზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა იღებდნენ გარკვეულ თანხას, მაგრამ ეხლა ის იმიგრანტთა ჯგუფები, რომელთაც ისევ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს, რომელიც ნუ კორპუსებს თავისთავად ძირითადად ეგენი აშენებენ, ხო? მე მგონი აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ამ ადამიანებს ისევ შუა აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აზიური ქვეყნებიდან ჩამოყავთ მუშახელის ჯგუფები, მათგან რამდენია ლეგალურად შემოსული
რამდენი ლეგალურად მუშაობს ან რჩება ქვეყანაში, რამდენი არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მუშაობენ გაცილებით დაბალ ხელფასზე, ვიდრე ადგილობრივები მუშაობდნენ და ვითარება არის ესეთი, რომ ეს ადამიანები, ქართველები, იმუშავებდნენ ამ ადგილებში, უბრალოდ მათ ნაცვლად უფრო დაბალ ხელფასს უხდიან იმიგრანტებს და შესაბამისად მათ სამუშაო აღარ რჩება. ეს რო იყოს ვითარება, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ბაზარზე ქართველი მუშახელი და აი ვიღაცამ უნდა ააშენოს აუცილებლად კორპუსი, ხო და ამისთვის ჩამოეყვანათ. კი ბატონო, მაგრამ ეგეთი პრობლემა ჩვენ შეიძლება გქონდეს რაღაც მაღალკვალიფიციურ სამსახურებზე, სამეცნიერო დარგებზე და ასე შემდეგ, სადაც რეალურად გვიჭირს და არა იქ, სადაც არის მაგალითად მშენებლობა ან თუნდაც საკურიერო მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ჩვენისთანა განვითარებად ქვეყანაში ძალიან ცოტაა ისეთი სამსახურის ტიპი, სადაც ქართველი უარს იტყოდა მუშაობაზე, მაგრამ პრობლემა არის მაშინ, როცა უფრო იაფ მუშახელს ნახულობ შემოყავს უცხოეთიდან და მის ხარჯზე, თუნდაც ის ბიზნესი, რომელიც მაგალითად სამშენებლო ბიზნესში არის, იღებს შეღავაც, მაგრამ ამასობაში ქართველებისთვის, ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილი ხდება დაკავებული უცხოელების მიერ. აი მინიმალურ ანაზღაურებაზე რო ვსაუბრობთ წეგად. საკურიერო სფერო ისეთი ის არის სპეციფიკური ხო, აქ პირდაპირ ტარიფი არის მოცემული და დასაქმების საშუალება, რომ როდესაც მაგალითად არის პირობითად 100 შეკვეთა და მალე უნდა დაიტოვოს ის 100 შეკვეთა, რანაირად შეამცირებს ახლა მაგალითად საკურიერო კომპანია კურიერებს. პირიქით. ყოველთვის მისი ინტერესი არის ბევრი კურიერი ყავდეს, ასევე რეზერვი კურიერები ყავდეს, იმისთვის რომ თუ სიტყვაზე ვერ გამოდის რომელიღაც კურიერები და ატყობს უკვე რომ ეს კურიერი იმას სტატისტიკაში ჩაიხედება და კვირის განმავლობაში შეამცირა მან შესრულებული შეკვეთების რაოდენობა გახსნის საათებს და შემოიყვანს. პრობლემა არ არის მაგაზე. ასევე კიდევ რეზერვში ყავს რაღაც ეტაპზე გაჩერებული კურიერები, რომლებიცაც არ აქვს დასრულებული რეგისტრაცია. და ისინი ელოდებიან, როდის დაიწყებენ მუშაობა. ხო, ვერანაირად ვერ შექმნის ამ სფეროში, მე ამ სფეროზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ მაგალითად, ეს ცოტა განსხვავებულია. ხო, მაღაზიათა ქსელებში არ ვსაუბრობ და სხვაგან არ ვსაუბრობ. სხვა კერძო კომპანიებში არ ვიცი იქ რა ხდება. მე ამ სფეროში ვსაუბრობ, აქ ვერ შეიქმნება ვერანაირი დეფიციტი, მაგალითად იმის მუშახელის. გასაგებია. პირიქით, ყოველთვის არის მზარდი აქ. რა, რაღაც თქმა გინდოდა. ხო. ნახე, როცა უცხოელები საყვანას დაიწყეს, ძალიან ბევრი ქართველი იყო მლოდინის რეჟიმში, ანუ სივები გაგზავნილი ყავდათ, ესენი დააჩერეს და აიყვანეს უცხოელები. მე ამაზეც მქონდა საუბარი, რომ შესულიყვნენ უშუალოდ ოფისებში და შეემოწმებინათ ინფორმაცია, თუ იყო მომლოდინი ქართველი, ჩემი მეგობრებიც იყვნენ მომლოდინის რეჟიმში, ქართველები და აიყვანეს უცხოელები, ხო? ესეც დანაშაული ხო არის? ისიცაა დანაშაული, რომ კილომეტრიდან ფულს გვარავენ, ისიცაა დანაშაული, რომ თიფებს გვარავენ, ისიცაა დანაშაული, რომ მომხმარებელი როცა იხდის საკურიერო მომსახურებისას აი დაუშვათ საბურთალოდან გამოგვიძახეს ნახალოკაში და გვიდევს ორი შეკვეთა. ორივე იხდის დაუშვათ 5 ლარს, მაგრამ მე მიხდის 5 ლარს, ანუ იმ ფულსაც თვითონ მიაქვს. ეს რაღაცეებიც რო ვაცნობე მე სამართალ დამცველებს. არანაირი რეაგირება არ გაკეთდა. პირიქით ფინანსურის პოლიციაში რომ დამიბარეს, მითხრეს სხვა რაღაცა, ანუ გამოიძიო, მე მეუნება. გამოიძიო ეს დეტალები რაღაცა ყველაფერი მომიტანეო და მე დავიწყებთო საქმესო. ეხლა თუ გამოიძიე რაღაც პოლიციელი გეუბნება გამოიძიეო და მე ჩვენ გავაკეთებთ შენ გამოძიებულზე დავსვამთ ბეჭედს. ფინანსურ თაღლითობას თხოვენ იმას, რა ქვია, კურიერმა გამოიძიოს. მე რომ მქონდეს საშუალება რომ შევიდე და მე თვითონ შევამოწმო, აღარ მჭირდება ეგ წავალეგრევე სასამართლოში, ხო, იმ მტკიცებულებებით, მაგრამ ეს მტკიცებულებებს მე რო ვერ პოულობ, ხო? მაგიტომ მიმართე იმათ, რომ ესენი შესულიყვნენ უშუალოდ და ამოიღოთ ინფორმაცია, გადაემოწმებინათ, იქნებ ტყუილად ვაბრალებთ ამ ადამიანებს, ხო? 4 წელია რავი, რაც კურიერი ვარ, ყოველ წელს გაფიცვები გვაქვს. ყოველ წელს იმას ვიძახით, რომ ესენი ფულებს ვპარავენ. მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა. ეხლა მიგრაციის სამსახურში რო შევიტანე, კი, ესა განაცხადი, ხო? მოყვა რეაგირება, იყვნენ აქ საკაძეზე მოსულები და შევხვდი უშუალოდ ხელმძღვანელს და მითხრა, რომ ანუ მეც დავაკვირდი იქ პროცესებს. ყველას მოწესრიგებული ქონდა საფუთები. აი 1-2 თუ დააკავეს 1-50 კაცისთან გააჩერეს. ეს ყველაფერი ხდება იუსტიციის სახლშიო. ჩვენ აქ ვერაფერს ვერ შევძლებთ. ეს ანუ იუსტიციის სახლში მიდის ჩაწერები და დიდი ფულის კეთება მიდის, რავი, ჩემი აზრით. ფულის კეთებაზე. მარტო სახელმწიფო კი არა დამნაშავე. ის ქართველებიც არიან დამნაშავე, იმას დოლარს რო ხამდებიან დაუშვათ $1000, რომ ჩაწერას უკეთებენ, იქ ბარათებს უკეთებენ,
აი, მაგაზეცა დინისა რა. მაგას სამწუხაროდ ახლა ჩვენ ვერ სამწუხაროდ კი, მაგრამ ბევრ რაღაცაში ჩვენთან ესეთი რაღაც ხდება ხოლმე, რასაც არ უნდა აკეთებდეს მოქალაქე, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს არა? აი, თუ გინახავთ ის მაგალითად ერთ კორპუსთან 10 სკუტერი არის გაჩერებული და იქალოგია საკურიერო კომპანიის ჩანთები. მან რა ხდება იცით? იქირავებენ ერთ ორ ოთახიანს, დგამენ იქ ორ სართულიან საწოლებს, ზოგს იატაკზე ზინავს და აი მაგალითად ეს 10 კაცი, 20 კაცი რო ერთ ბინაში არის, იხდიან ერთი ბინის იმას რა ქირას და მე გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე ეს ადამიანები ქვეყანაში რომ შემოდიან, ეკონომიკური რაღაცა წარმატებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. როგორ 20 კაცი რომ ერთ ბინაშია, რომელსაც უნდა იქირავა მინიმუმ 10 ბინა, ხო? ორ კაცზე რომ გადავანაწილოთ საშუალოდ. ასეთი მდგომარეობა. მე ეგ ადამიანები თავიანთ ქვეყანაში გზავნიან ამ დოლარს, იქნება აქ დოლარის უკმარისობა. რავი ხა პაკისტანში რო საერთოდ ეჭვი მაქვს რომ ეგეთ დაბალ ანაზღაურებაზე სამუშაოზე, რასაც ახლა ისინი ასრულებენ, ხო? თავისთვის არც ისე ჩვენთვის შეიძლება არც ისე მეტი გაგზავნონ, მაგრამ თავარი პრობლემა ჩემთვის ისე ვისრჩება ვისი სამუშაო ადგილი შეეხება საქმე და ვინ იმუშავებს ბოლო-ბოლო იმ სამუშაო ადგილზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი რა. შეიძლება ესეც იყოს შენ რაც თქვი, მაგრამ ამაზე მეტად ჩემთვის მაგალითად პრიორიტეტული ეგაა. არ ვიცი რამდენს შეიძლება მან $50 გაგზავნოს თვეში და ჩვენ ქვეყანას არ დაეტყოს და არც ბევრ ამას არ დაეტყოს და მისთვის ძალიან ბევრი იყოს მათ შორის, ხო, გააჩნია. არა, რახან უცხოელის მიღება მოხდა შესაბამისად, თუ სიტყვაზე მანამდე 500 ქართველი კურიერი მუშაობდა, აიყვანეს 1000 უცხოელი კურიერი. სიტყვაზე 6 საათს მუშაობენ, რაღაცა 500 კურიერი, უცხოელი 6 საათს მუშაობს დანარჩენი. შესაბამისად დაასტაბილურეს ამით. ისინი ხო არ მუშაობენ ქართველებივით, მაგრამ შეიძლება ვიღაცა 15 საათის მუშაობს. არ არის გამორიცხული, მაგრამ საერთო ჯამში ეს ფული გადის აქედან. ეხლა რო გადავიდეთ ორი სიტყვით ბოლოსკენ მივდივართ ამ ინიციატივაზე, რაც ქართული ოცნებისგან წამოვიდა. მე თავიდან მინდა აღვნიშნო ერთი რამე, რომ აი რასაც ახლა თქვენ ამბობდით, რომ ამდენი რაღაც გაქვთ გაკეთებული და შედეგი არ ქონდა. ეს არის შედეგი. ნახოთ, რამდენად შედეგიანი შედეგი იქნება, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათ იციან რა აწუხებს ხალხს და სამწუხაროდ ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ბოლომდე სანამ არ დააკაკუნე კარებზე და არ ჩამოიღებ, მანამდე რეაქცია შეიძლება არ ქონდეს და მერე შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც შედეგი ამას აუცილებლად აქვს, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რა ზღვარს მიღმაც აუცილებელია მათ შორის მათთვის, რომ გაითვალისწინონ განწყობები ქართულ ხალხში. ამიტომ მე მგონია, რომ მათ შორის თქვენ რასაც აკეთებდით, იმის გამოძახილია ის, რომ ეხლა ცდილობენ გვაჩვენონ, რომ თითქოს რამე ნაბიჯებს დგამენ. პრობლემა ერთი აქ ისაა, რომ როგორც ჩანს ინიციატივიდან სინამდვილეში 200 ლარის და სწრაფად მიღების შემთხვევაში ნებართვის 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ადამიანებს მიიღონ ისევ სამუშაო ნებართვა და ეს აბსოლუტურად დამოკიდებული იქნება ისევ სახელმწიფო ავტორიტეტებზე, ასე ვთქვათ, უწყებებზე და ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. ამას შესაძლებელია რომ დარჩნენ სამუშაო ადგილებზე. იმ ინიციატივიდან, რაც მაგალითად ახლა სამინისტროს Facebook გვერდზე გამოცხადდა, ხო და დაიდო, იქიდან გამომდინარე ჩანს, რომ შეუძლიათ მაინც დარჩენ, უბრალოდ მოუწევთ თანხის გადახდა სახელმწიფოსთვის, ან 200 ლარი, ან 400 ლარი, თუ კი უნდათ ნაჩქარებად მიიღოს. ამიტომ რაღაც დროის მერე ნახავთ რამდენად იმუშავებს, რამდენად შედეგიანი. ნულოვანი რო გამოაცხადეს, მაინც შეიძლება რომ გადაიხადონ თანხა და ისე დასაქმდნენ. ნულოვანში რას გულისხმობ? აი რაღაც კვოტა უცრავას და არქვის. კვოტა რო გამოაცხადეს, ეს კვოტები უკვე მიღებული აქვთ, რომელ მე არ ვიცი რამდენად მიიღეს უკვე კვოტები, რომელ სფეროში რამდენი ადამიანი აქვს განსაზღვრული. შეიძლება შენ გქონდეს ინფორმაცია ამაზე. რეალურად მე იგივეს ვფიქრობ, რასაც შენ არ მგონია აღსრულება მოხდეს. უბრალოდ ეს კანონი რომ უნდა იყოს და მისი აღსრულება მოხდეს ამაში უკვე თლიანი გადაცემა ვსაუბრობ, მაგრამ ქართული ოცნება და მისი არალეგიტიმური მთავრობა რომ არაფრის აღსრულებას არ ახდენს, ეს ჩემ თავზეც ვნახე სხვა შემთხვევებში, სხვა პრობლემებში, ასევე ქვეყანაში რა პოლიტიკური მდგომარეობაც არის. იქაც ვხედავ, სადაც ადამიანებს უაზრო რაღაცეების გამო იჭერენ, სემენ, ამაზე შემდეგ არ არის რეაგირება არანაირი, უბრალოდ პოპულისტები არიან ჩვეულებრივი და თავიანთ თავზე მოიგეს ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების იმის რა ქვია რაღაცა სახელი და უბრალოდ სწორად უნდა შევხედოთ. კარგია ეგეთი კანონი რომ იყოს და მისი აღსრულება მოხდეს, მაგრამ მეც არ მაქვს იმედი რომ აღსრულდება.
თუმცა თუ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება გახდის ამ კანონს ლეგიტიმურს და აღსრულებაც მივესალმები რა საკვირველია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგები არიან. ეს თავისთავად. ხო, ისევ თვითონ მიიღეს. ეს შევარდნაძის დროს მიღებული კანონი არ არის. ისევ თავად დაუშვეს ამ ვითარებაში ვართ ახლა 13 წელი. მან კი ერი მდგომარეობა, რომ აქ ქართველს აღარ დაედგომება და მიდის ქვეყნიდან. ნახონ ერთი აეროპორტებში რა ხდება, ხალხი 10 ჩემოდნით მიდის, რაც აბადიად ყველაფერი მიაქვთ, აღარ უნდათ აქ ცხოვრება. და ოჯახები ინგრევა, ბავშვი აღარ იბადება და ამ რეალობაში მათი არ მჯერა. თვითონ ახლა ბავშვთან დაკავშირებით ხო ის თქვეს, რომ მსოფლმხედველობის ბრალიაო და ამასობაში დინარაძემ თვითონვე თქვა, რომ 1.5 მილიონ ქართველი ცხოვრობს უცხოეთში და ეს 1.5 მილიონ ქართველი უცხოეთში ქმნის ოჯახებს და იქაჩენენ ბავშვებს. შესაბამისად, პრობლემა ყოფილა მათ შორის ის, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის და არა ის, რომ ვიღაცას რაღაცნაირი მსოფლმხედველობა აქვს. ესეც გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ალბათ უმინიმალურესია იმასთან, რაც არის მათ შორის სიღარიბე ქვეყანაში რო არ დაედგომებათ და ასეთ პრობლემები, მაგრამ არაუშავს აი თქვენნაირი ადამიანების მეშვეობით მათ შორის, ვინც არ აჩერებს ბრძოლას, ირაკლი შენაირი ადამიანების მეშვეობითაც შენობით მოგმართავ, ჩვენ კი ვიცნობთ ერთმანეთს და სხვა ქართველების მაგალითზე აუცილებლად შედეგი დადგება. სამწუხაროდ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ უფრო მეტი შრომა გვჭირდება, ვიდრე შვეიცარიაში რო ვიყოთ და იქ რო რაღაცას ვითხოვდეთ. მაგრამ შედეგი მაინც აუცილებლად დადგება. თუ რამეს დაამატებთ კიდე. არა, უბრალოდ აი დინარაძე ახსენე და თლიანად აი ოცნების იმას მიუმართავ. მასწავლონ, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთი შვილი მყავს 8 თვის არის. მასწავლონ 150.000 ლარი მაქვს გამოტანილი ბანკიდან. და 130.000 უნდა გადავიხადო ზედმეტი. ანუ 280.000-ის გადახდა მიწევს. თითქმის 100%-იანია, ხო? მასწავლონ თვეში როგორ გადავიხადო 2.400 ლარი, 10 წელიწადი უნდა ვიხადო და 1 წელია უკვე ვიხდი. მასწავლონ ასევე როგორ შეიძლება ერთი შვილის შემდეგ უცბად მეორე შვილიც მყავდეს, მესამე მყავდეს, მეოთხე და ქვეყნის იმაზე გენო ფონდზე ვიფიქრო. და ასწავლონ ახლა დანარჩენებს 1000 ლარზე რომ მუშაობენ მარკეტებში და კიდე ნაკლები ანაზღაურება საჯარო სექტორში კიდე რა ხდება 500 ლარებზე ამუშავებენ ადამიანებს. აი ასესცემენ ადამიანებს ესენი პატივს და შემდეგ შემოგვიბრუნდნენ და ჩვენ გვეუბნებიან რომ თურმე სოფლმხედველობა გვაქვს დამახინჯებული. რაზე ზრდი და მამუკა დინარაძე და ირაკლი კობახიძე 14 წლის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას. იმედზე რომ რაღაცა ბორდელ ვიზიები ჰქონდათ მოწყობილი და ვინ ვის გაშორდა, ვინ ვისთან დაიწყო თანაცხოვრება, მოვიდნენ თუ არა მაშინვე დაიწყეს არ მინდა კიდე რაღაცეებს შევეხო, დამაბრალებენ რაღაცეებს და ხო, ისევ თვითონ უწევდნენ ყველაფერს პროპაგანდას, რაც კი ახლა მათთვის მიუღებელია. თავის ეწინააღმდეგებიან ახლა, აბსოლუტურად სხვა იყვნენ და ნუ მაგ ფერისვალებს ხო და გვასწავლეთ აი ხო, გვასწავლეთ. აი პირდაპირ მოგმართავთ პატივცემულო მამუკა. მასწავლეთ როგორ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, ამ ძვირიან ქვეყანაში 4 ლარი რომ ღირდა, კვერცხი და ეხლა შევდივარ და 6 ლარი ღირს. რატომ არ დააკელით? სუსმა რატომ არ გამოიძია? კვერცხის ფასი. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ. აი ეს კორუფცია, რომელიც აღარ იქნება ქვეყანას რო ჭამს და ერთ ადამიანს 700 მილიონი რო აღარ იქნება წაღებული და სამტრედიის ხიდზე, ასევე 700 მილიონი რო არ გვექნება დახარჯული, სამჯერ ჩანგრეული რო არ იქნება და ჯერ კიდე გაუხსნელი. აი მერე ყველა ქართველი შეძლებს ამ ქვეყანაში სათანადო ანაზღაურებით, სათანადო სამსახურებში, სათანადო ოჯახების შექმნას. მადლობა ბიჭებო. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად ჩვენც ხელი შეუწყეთ იმას რომ თქვენი აზრი რაც იყო. პირველები ხართ და იმედია გვეთქვა უკანასკნელი არ იქნება და მოხდება ამ თემის გაშლა. ნუ ერთი კუთხით წარმოჩენა და აქ კურიერი არაფერს არ ნიშნავს. რომ მივართ იმ ტელევიზიებში შეკვეთის მიტანის დროს საყვედურს ვეტყვით. კი ბატონო, სწორი იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ.